მამაძაღლმა ევროპამ და მამაძაღლმა ევროპელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ის არ შესრულებულიყო. შესაძლებელი იყო თუ არა უკრაინაში იმ უბედურების თავიდან აცილება, რაც დატრიალდა. შესაძლებელი იყო. ამისი გარანტი იყო მინსკის შეთანხმებები. მინსკის შეთანხმებები რომ შესრულებულიყო, უკრაინაში არ მოხდებოდა ის უბედურება, რაც მოხდა. როდესაც ხელს აწერდნენ იმ ხელშეკრულებას, მაშინ იქცეოდნენ იმის საწინააღმდეგოდ, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. და ესეც ფაქტია, იცის მსოფლიომ თუ როგორ მოიქცნენ ისინი. საფრანგეთი იყო ერთ-ერთი ხელის მომწერი და გერმანია. რა თქმა უნდა, თვითონ უკრაინა. საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა. რუსეთზე არ მაქვს რა თქმა უნდა ლაპარაკი, მაგრამ აი ამ სამმა ხელის მომწერმა, სამმა ერთმა მხარემ სინამდვილეში. ნახეთ რა იკადრეს მინსკის ხელშეკრულებების გამო. შეხედეთ და დასწრებით, აი როგორია დასავლეთი და როგორია ევროპა. Я считаю, что это очень талантливо написанный документ. Камон. Мне нужны были эти Минские соглашения, чтобы получить как минимум 4,5 года, чтобы сформировать украинские вооруженные силы, строить украинскую экономику и обучать украинских военных вместе с НАТО для создания лучших вооруженных сил в Восточной Европе, которые формировались по стандартам НАТО. Чиновница ошеломила весь интернет, сказав, что Минские соглашения заключались в том, чтобы дать Украине время нарастить военный потенциал. Ну, я думаю, что ты согласишься со мной, когда мы подписывали Минские соглашения, мы знали, что война будет неизбежна. Но нам нужно было подготовиться все эти годы, нарастить армию для того, чтобы быть готовыми к этой войне. И Минские дали нам какое-то время для того, чтобы вооружить армию. И Ангела недавно сказала об этом. Да, она была права, когда это сказала, потому что думали, что это Путин хотел выиграть время. Нет, это мы хотели выиграть время, чтобы дать возможность Украине восстановиться, укрепить свои военные возможности. И именно поэтому мы должны защищать Минские переговоры, в которых ты сыграл очень важную роль. Их нужно защищать, потому что именно в течение этих 7 лет у Украины появились средства для укрепления. И в этом Путин допустил ошибку. Он недооценил возможности украинцев и их сопротивления. თქვენ ახლა ნახეთ სამი ევროპელი მამაძაღლი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა გავშიფრო ეს მამაძაღლი და უნდა ვთქვა მათი გვარები. ეს არის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო, ეს არის გერმანიის ყოფილი კანცლერი მერკელი და ეს არის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ოლანდი. სამივე ხელმომწერმა მინსკის ხელშეკრულებებს დაადასტურეს, რომ ჩვენ ამას იმიტომ კი არ ვაწერდით ხელს, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან, არამედ იმიტომ, რომ დრო მოგვეგო, უკრაინა შეგვეიარაღებინა და უკრაინის ხელით რუსეთი დაგვემარცხებინა და გაგვენადგურებინა. აი ეს არის ევროპა. სამწუხაროდ, საუბედუროდ, ცუდია რომ ასია, მაგრამ ფაქტია რომ ასია და ასეთ ევროპას რომ ვერ ეშვებით საქართველოს ხელისუფლებას მიუგრძავ. ცნობიერი მიჯაჭულობა რომ ვერ დაგითმია და ის ძაფები რომლითაც ხართ დაკავშირებული ამ ევროპულ რეალობასთან თუ ევროპულ პოლიტიკასთან, ეს რომ ვერ გაგიწყვეტიათ ვერაფრით. აი ეს მაგალითები არაფერს გეუბნებათ. ეს მაგალითები გაკვეთილი არ უნდა იყოს თქვენთვის, რომ ხვალდაზე თქვენს ასე მოგატყუებენ, ასე გადაგაგდებენ და ასე გაგხვევენ უბედურებაში, როგორც უკრაინა გახვიეს უბედურებაში. ასე მოიქცევიან ისინი, იმიტომ რომ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ. მათ ომის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ. მათ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდაც. ისინი დღესაც კი, როდესაც მათი უმთავრესი მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ომი დაასრულოს უკრაინაში. ესენი ისევ ომის გაგრძელებაზე ფიქრობენ, ომის გაგრძელებაზე ლაპარაკობენ და ევროპაში ჯარის შექმნაზე ლაპარაკობენ. ჯარის და არმიის შექმნაზე ლაპარაკობენ, რომელიც რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით უნდათ და იმ მიზნისთვის უნდათ, რომ ომი არ დასრულდეს, ომი გაგრძელდეს. და ამ ომის ვითარებაში მათი უბინძურესი ვნებები დაიკმაყოფილონ და რა თქმა უნდა, ხელიც მოითმონ.